ზაზა ბიბილაშვილი შემოგვერთება ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი საღამოშიდობისა. ზაზა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა ახალი ფორმაციის ავანტიურა ეს აი ამ არსებულ ჩარჩოში ახალი ფორმაციის, თუმცა ეს სიახლე შინაარსობრივად ბუნებრივი არ არის, მაგრამ ავანტიურა სახეზეა, ეს არის ფაქტი თანაც აგვისტოს თვეში. საღამოშვიდობის ნინო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ავანტიურაა და ნამდვილად მიზანმიმართულად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ. ეს შინაარსობრივად ახალი არ არის, მე გავიხსენებ იგივე ყობახიძის განცხადებებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ის ამბობდა მაშინ, რომ ეხლა ჩვენთან მოზღვავება იქნება, ან დაახლოებით ეს იყო შინაარსი, რომ შემოვლენ რუსები, ბევრი რუსი შემოვა და თუ ვინმე მათდამი გამოავლენს არასათანადო კეთილგანწყობას, ისევე მეორე სუსტი სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ აზრი ეს იყო, ეს იქნება გათანაბრებული დისკრიმინაციასთან და შესაბამისი კანონმდებლობით იმ ადამიანებს ვაგებინებთ პასუხს. ანუ საუბარი იყო, რომ აქ რუსი შემოვა, მას თუ ღირსებით მოეკეცი, მაგალითად მოსთხოვე, რომ იმპერიული მუსიკა არ ჩართოს, ან ქართულ სიწმინდეებს პატივისცემით მოექცეს, ან ოკუპაცია აღიაროს, ეს შეიძლება შენივე ბრჭყალებში ხელისუფლებამ დააკვალიფიციროს როგორც დისკრიმინაცია და ამის გამო გაგიშვას ციხეში ან დაგაჯარიმოს და ასე შემდეგ, ხო? ეხლა რაც ხდება, ეს არის შემდეგ საფეხურზე გადასვლა, აი ესე ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვევენ, როგორც დენის გათიშვა იყო, ხო? პირველ ჯერზე რო გაითიშა მთელი საქართველო ეგრე ერთ დაწყაპუნებაში, მაშინ იყო შოკი, მერე მეორედ მოხდა და წუხელ რო მოხდა. მესამედ უკვე რა თქმა უნდა ისე უსიამოვნო იყო, მაგრამ აღარნაირი შოკის ეფექტი ამას არ ქონია, ეს იქნა ახმული როგორც ახალი მოცემულობა. აი ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც აი ეს რუსული ნარატივები, რუსული კლიშეები, რუსული აზროვნება, რუსული პროპაგანდა ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ხა თვითონ ტერმინი რუსოფობია ბევრი ამბობდა ამ დღეებში, რომ მოდი არ გადავერთოთ მადღის წესრიგზეო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვერ დავეთანხმები ჩემს პატივცემულ მეგობრებს და თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს იმაში, რომ ამ ტერმინს უნდა ძალიან ფრთხილად ახსნა, ვინაიდან ეს არის რუსული პროპაგანდისტული ტერმინი, რუსული პროპაგანდისტული მახე, თვითონ მისი გამოყენება და რასაც ახლა ესენი აკეთებენ, არის დაკავშირებული იმასთან, რომ თუ რუსოფობიაში ძებ ვიღაცას ბრალს, ესე იგი აპრიორი ამართლებ რუსეთს. ანუ რეალურად ამას ნიშნავს. ეს ტერმინი და ალბათ ის თემაც აქტუალურია და საფუძვლიანი ვთქვათ, რომ უქმნი ოკუპანტ სახელმწიფოს საფუძველს სამომავლო ქმედებებისთვის ხელფეხს უხსნი აქ თუ ვიღაცა რუსეთის მოქალაქე იჩაგრება და ეს თუ სისტემური ხასიათის არის, უსი თუ ამაზე გამოძიებას იწყებს პრემიერი თუ ღელავს, რატომ არ შეიძლება რომ უცებ რუსეთის ავანტიურის პრეზიდენტს მოუნდეს ამ ქვეყანაში სიტუაციის დალაგება? ეს კითხვა არის საფუძველს მოკლებული? არანაირად, ანუ თვითონ ტერმინი რუსოფობია კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, აქამდე გამოიყენებოდა მხოლოდ რუსეთის მიერ. ანუ რუსოფობიაზე საუბრობდნენ ლავროვი, პესკოვი, სიმონიანი, ზახაროვა და სხვანი, ანუ საქართველოს მტრები და კაცობრიობის მტრები, ხო, ცივილიზებული სამყაროს მტრები. ეს ტერმინი მოიგონეს იმისთვის, რომ ის სამართლიანი და აბსოლუტურად ლოგიკურად ახსნადი მრისხანება იქნება და ხშირ შემთხვევაში დიახ სიძულვილიც ახლა უკრაინაში, რა ვიცი, ასობით 1000 ადამიანი დახოცეს, სრულად უდანაშაულო, ხო და იმ ადამიანს რო ზძულდეს ოკუპანტი, ზძულდეს მტერი, ამაში რა არის? ან გაუგებარი, ან გაუმართლებელი, ხო? და აი ასეთ შემთხვევაში რუსი იყენებს ტერმინს რუსოფობია, თითქოს ეს გრძნობა არის ირაციონალური შიში, ირაციონალური ზიზღი ვიღაცისა, რომელიც უბრალოდ წინასწარი განწყობის შედეგია და არა ვიმეორებ ამავე სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების მიზანმიმართული თანმიმდევრული ბოროტებისადმი რეაქცია, ხო? როდესაც სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი და თუ არ ვწდები პირველი ვარ ჩვენ რუსეთის გარდა, რომელიც აი ამ ტერმინს აი ესეთ მეინსტრიმში იყენებს, როდესაც აი ამ ტერმინის დანერგვა მიმდინარეობს, ეს აპრიორი ასოცირდება რუსეთის გაპროებასთან, რუსეთის ქმედებების გამართლებასთან და თითქოს ჩვენი დამოკიდებულება რუსებთან უბრალოდ ვიღაცის დაკვეთაა. თითქოს არ ყოფილა ის, რომ 200-ზე მეტი წლის განმავლობაში რუსი ჩვენი მტერია, ხოცავს, გენოციდს გვიწყობს, ტერიტორიებს გვართმევს, ყველანაირად გვისპობს, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას, დამოუკიდებლობას გვართმევს, ხო? და ამ ვითარებაში ომის დაწყების წლისთავის წინა დღეებში აი ამ ჩვენთვის ყოველი ჩვენგანისთვის ვიმეორებ შეურაცხყოფელ ტერმინს იყენებს ადამიანი და იყენებს ის ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლად პოზიციონირებს თვითონ. ეხლა რაც შეეხება ამ სუსის გამოძიებას, ძალიან საინტერესო ნიუანსია ამ საბოტაჟის საქმეში.
არაერთი. პირველი დავიწყოთ იქიდან რომ და იმით რომ რა უნდა იყოს იმაზე მიტეს საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართველი ერის წინააღმდეგ, ვიდრე არის საბოტაჟი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა, ვიდრე არის საბოტაჟი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა. რუსეთი აპრიორი ვერ იღებს საქართველოს როგორც თანასწორ სუვერენულ სახელმწიფოს, აპრიორი არ აღვიქვამს ჩვენ როგორც დამოუკიდებელ ერთეულს და ამ ბრძოლაში, ამ ისტორიულ და სამართლიან ბრძოლაში ჩვენ გვერდით მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთია რეალურად, ხო? ვისი იმედი გვაქვს, როდესაც არაღიარებაზეა საუბარი, ვისი იმედი გვაქვს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ რუსეთს წინ უნდა აღვდგეთ და მარტო არ უნდა დავჭეთ რუსეთის წინაშე, ხო? ეს არის ნატო და ევროკავშირი, რომელსაც კი რა თქმა უნდა თავისი პრობლემები აქვს და ყოფნით, მაგრამ სხვა ალტერნატივა რა არის? თურქმენეთი ამის ალტერნატივა თუ ბურუნდი, სადაც მაკაბოჭორიშვილი დადის. რომელია ამის ალტერნატივა? ეს ერთი, თუ შეიძლება და მეორე არის ის, რომ აი ამ სუსის განცხადებაში საუბარი იყო გარეძალების მიერ დაფინანსებულ ვიღაც ტროლებზე და ბოტებზე, ჯერ ერთი ესეც შეურაცხყოფელია ყველა ქართველისთვის, ყველა პატრიოტი ქართველისთვის, საქართველოს გარეძალა მტრული ყავს ერთი, ეს არის რუსეთი. და რუსეთს ესენი არ ახსენებენ. რომელ გარეძალაზეა საუბარი, ირლანდია აფინანსებს თუ დანია რაღაცას, ხო? ეს ერთი, მეორე, როცა ტროლებზე და ბოტებზეა საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ წელიწადი არ გავა, რომ მეტამ Facebook-მა არ გააუქმოს ასობით გვერდი, ასობით ყალბი ანგარიში, რომელიც არის მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ანტიდასავლურ პროპაგანდაში ჩართული და ესენი დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან. ვიმეორებ, ანტიდასავლური პროპაგანდა არის საქართველოს მტრობა, ამის უკან დგას ასობით ყალბი რომელსაც ყოველწლიურად ააშკარავებს მეტა იქ გამოძიების საგანიც არჩევა, ანუ გამოიძიეს უკვე და დაადგინეს და ამის უკან დგას ქართული ოცნება და აი თუნდაც ამ დღეებში სტრატკომი იდგა ერთ-ერთი კონკრეტულ გამოძიებაში. რამდენიმე დღის წინ საუბარი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო სტრატკომი იდგა რუსული კამპანიის უკან. კი, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ დასავლეთს პრობლემები აქვს, ხა ჩემთვის თავარი პრობლემა ის არის, რომ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი აგერ 2022-მდე თუ 3-მდე აფინანსებდნენ ოცნების სტრატკომს. ეხლა ამაზე მეტი ჩავარდნა როგორ შეიძლება კონდეს. მაგრამ კიდე ერთ დავამატებ, რამდენიმე დღის წინ იყო, როცა ყალბ ანგარიშებზე საუბრობთ, ხო? მე არ მაქვს ამის გადამოწმების საშუალება, მაგრამ როგორც დაიწერა არაერთგან და ითქვა, ერთ-ერთი ცნობილი ანტიდასავლელი ტროლი, ეს ვინმე ქეთევან მიქიაშვილი, აღმოჩნდა ოცნების პროპაგანდისტი, ხო, ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი. აი ეს ხალხი აი ამ ხილული საბოტაჟის ფონზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იგონებენ რაღაცას, თითქოს ვიღაც ტროლები და ბოტები არსებობენ, რუსებს რომ შეუქმნან დისკომფორტი. ჩვენ რუსეთს ჩვენც არაფერი დაუშავებია, მხოლოდ ხელის გულზე ვყავართ, მხოლოდ თავისუფლად განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს, ტერიტორიებს გვიმატებს, პირიქით გვაძლიერებს. თითქოს ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ რუსეთის მიმართ გქონდეს ბრაზი, რუსეთის მოქალაქის თავხედობის მიმართ მქონდეს ბრაზი, მათი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხმამაღალი ჩართული რუსული ჰანგების მიმართ მქონდეს პროტესტი, ხომ? და ეს არის რუსოფობია. ეს არის თავმოყვარეობა, ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის ელემენტარული თავმოყვარეობა და ამას რუსოფობიას დაარქვევს მხოლოდ რუსი. მადლობა ზაზა ბიბილაშვილს, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელს, რომელიც პასუხობდა ახალი ფორმულას კითხვებს.